მოგესალმებით მეგობრებო. პირველად თუ მივდივართ მოძღვართან აღსარებაზე, როგორ უნდა მოვემზადოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ. ეკლესიაში როდესაც მივდივართ და მღვდელი მზად არის, მღვდელს რა თქმა უნდა ანალოგია მზად აქვს, სადაც დევს სახარება და ჯვარი, ოლარი აქვს გაკეთებული და ოლარს გადააფარებს ამსარებელს. ამ დროს ადამიანი იწყებს უფალო შემინდებაში ყოველნი შეცოდებანი ჩემნი და ჩამოთვლის ცოდვებს. სანამ ამ ცოდვების ჩამონათვალამდე მიხვალ, როგორ უნდა მოემზადო. დაჯექი გაიხსენე ყველა შენი ცოდვა, რაც იმ მომენტისთვის გაწუხებს, რაც გინდა რომ მოინანიო. წმინდა იოანესინელი ურჩევდა, რომ პატარა ბლოკნოტი ეტარებინათ, ჩაეწერათ, რო არ დავიწყებოდათ და კარგად შეენახათ, სხვებს რო არ ენახათ. და ცოდვები, ასე უნდა თქვას, ვიამპარტავნე, ვიმრუშე, მოვიპარე, გავაბრაზე, მოყვასი, გავღიზიანდი, ბოროტი ფიქრები მაწუხებს, რუშული გულის თქმები, თვალდაუჭრლობა, როდესაც თვალს ვერ აკონტროლებს ადამიანი და ასე შემდეგ. და ბოლოს იტყვი და ყოველნი ცოდვანი ნეფსითნი და უნებლიეთნი, რომელიც მახსოვს და არ მახსოვს. შემეწიე და შემიწყალე უფალო და მე ღმერთი, რა თქმა უნდა, ხედავს რა შენ გულს, მოგიტევებს და მდელი პარალელურად ისედაც შენდობის ლოცვას წაიგითხავს. ეს არის აღსარების პირველი ეტაპი. არ მოგერიდოთ, დაიწყეთ.